მოგესალმებით, როგორ ხართ? მე თუ მკითხავთ, არა მიშობს, უკეთ ვარ. ამას იმიტომ ვიცახი, რომ დილას ცუდად ვიყავი, თან ძალიან ცუდად. ეხლა არა მიშობს. წამლით მაქვს დალეული. მგონი ფერზეც მოტყობა, რომ ვერ ვიყავი და ვერ ვარ კარგად. მაგრამ მაინც მოვედი თქვენთან, იმიტომ რომ მე დაგვირდით, რომ ძალიან შევეცდებოდი, რომ გადავიღებდი თქვენთვის ყოველდღიურ ვლოგებს, გამომწერები მემატება და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც იწერს ჩემს არხს და ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი, ყველას მადლობა, ჩემო კარგებო. მოკლედ, დილას სადღაც 10 საათი იქნებოდა, რომ თავი ვიქცენი, შევძლოთ. და რაში გამოიხატება ეს, რაში გამოიხატებოდა ეს ჩემი ცუდად ყოფნა. თავს გრძნობდი დაღლილად, სიტყვით დაღლილად, მიუხედავად იმისა, რომ დილა იყო და ესეთი გადაღლილიც არ ყოფილვარ, რომ რაღაც თავბრუსხვევები მქონდა საშინელი, ბოდიში თქვენთან და გულის რევის შეგრძნებები მქონდა და არა მარტო შეგრძნებები. ვერაფერს ვერ ვჭამდი. მე საერთოდ ზოგადად დღეში ერთხელ ვჭამ, ერთხელ ვღებულობ საკვებს, სადღაც შუა დღისკენ ესე 2-3 საათისთვის. მაგრამ დღეს იგაც ვერ მივერთვი, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ძალიან ცუდად ვიყავი. ეხლა რომ ვარ, ეს რა შედარება, საშინლად ვიყავი. ძალა მქონდა ბოლომდე წართმეული, ძირითადად ვიჯექი, იმიტომ რომ ფეხზე ადგომ არ შემეძლო, ან თუ ვდგებოდი, ეგრევე თავბრუსხვევა მეწყებოდა და პირღებინება. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ წყალი მქონდა და ყავა მირთმეული, მეტი არაფერი. ისიც არ მერგებოდა. არ ვიცი, ვერ ვიტყვი რა მე მომწამლა, თუ რატო ვიყავი ესე. ისედაც მე ყოველ დღე არა, მაგრამ ძალიან ხშირად აწუხებს ამ ბოლო დროს თავბრუსხვევები და ესე რომ ვთქვათ, უენერგიობა. მაგრამ დღეს რომ ცუდად ვიყავი, არ ვიცი, მეგონა რომ ვერ გადავრჩებოდი მართლა. მერე ბებოს გოგო რომ მოვიდა და შემამჩნია, რომ ცუდად ვიყავი. აქაური, დეპონი, არ ვიცი, ვით საბერძნეთში ხართ, იმას გეცოდინებათ, ეს როგორი წამალია. ოღონდ ის შუშხუნები რომ არის წყალში რომ ჩააგდებთ, როგორც ქართულად, საქართველოში რო არის ასპირინი, დაახლოებით ეგეთი წამალი. ეგ დამალევინა ერთი მთლიანი ტაბლეტი. მერე კოკა-კოლა, მე თვითონაც ვიცი, რომ კარგია მაგ დროს, თუ არის მით უმეტეს მოწამვლის საშიშროება, კოკა-კოლა არის კარგი, ვინც არ იცით. და მოკლედ დღეს არ მქონდა კოკა-კოლა, მაინც დღეს არ მქონდა, ბოდიშით
და წავიდა ბეფოს გოგო და მოიტანა, იმიტომ რომ სახეზე ფერი არ მედო, ვერ წავიდოდი მე ვერანაირად, იმიტომ რომ სახლში ძლივს დავდიოდი. წავიდა მოიტანა, მანქანა ყავს, თან ეს მარკეტი ახლოს გვაქვს ჩვენთან, მოიტანა, დავლიე მოკლედ და ცოტა ხანში უკეთ გავხდი, მაგრამ მე ისევ დამიწყო. მერე ანუ საჭმელიც ვერ გავაკეთე, იმდენად ცუდად ვიყავი და რა სისულელია. ბიბოცა მომცემდა მაგის საშუალებას, რომ საჭმელი გამეკეთებინა, ისე ცუდად ვიყავი. პირიქით რომ მეუბნებოდა, რომ წამოწექი და ისვენე, შეიძლება გადაღლილი ხარ, მაგრამ ვერც წვებოდი, ისე ცუდად ვიყავი, რომ აი ვერც წამოწვებოდი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მხოლოდ ვღებულობდი წყალს და ისიც, ანუ იმასაც რომ ერთ ორ ყურებს რომ მივიღებდი ბოდიში და უკან ამოდიოდო. საჭმელს რაც შეეხება, ბებოს გოგო მოიტანა, გამოიძახა, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ესე ცუდად რომ ვიყავი, რა საჭმელზეა საუბარი, ვერანაირად ვერ მივერთმევდი ვერაფერს და უარი ვთქვი, რა თქმა უნდა. ასე რომ დღეს ეხაც კი არ მაქვს საჭმელი აჭამი, მაგრამ მაგას არ ვჩივი, არაფერი არ მომივა. დღეს თუ საჭმელი არ შევჭამე, მთავარია რომ კარგად ვიყო. და ეხა უკეთ ვარ, როგორც უკვე გითხარით. შედარებაც კი არ არის. ძვირფასებო, ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის. ოღონდ მართლა, სულ მაგას ვიცახი და მაგას ვიტყვი ყოველთვის, რომ ერთადერთი ადამიანებმა რაც უნდა დავაფასოთ, ეს არის ჯანმრთელობა. არანაირი ქონება, არანაირი არაფერი არ უნდა გვინდოდეს ჯანმრთელობის გარდა. მართლა. სხვადასხვა ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი. ძალიან ბევრი რაღაც გავაანალიზე ჩემ თავთან და ჩემ თავში. და ამ ყველაფერს შემდეგ ჩემს ვლოგებში გეტყვით აუცილებლად. ეხლა მინდა რომ პატარა ესეთი ვიდეო ჩავწერო, იმიტომ რომ არ მაქვს მართლა რომ საუბრო, პირიც მიშრება, არ ვიცი რამდენად მემჩნევა ხარ ვიდეოში. მაგრამ სულ ისე არ მინდოდა რომ არ მოსულიყავი. ეხლა არის ჩემთან საღამოს 9:18 წუთი ზუსტად. და აი ეხლა ვწერ ვლოგს თქვენთვის. არ მინდა რომ დღე ჩავაგდო მოკლედ. ერთ თემას მინდა კიდევ შევეხო. თემას რა? ხო, თემას. გუშინ წინ თუ გუშინდელ ვლოგზე, გუშინდელ ვიდეოზე სადაც მიწერია შევიძინე ტელეფონი ახალი. მადლობა მართლა არ დამავიწყდეს, ყველას უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, ვინც ტელეფონი მომილოცეთ, ვინც პირადში მომილოცეთ, ვინც კომენტარებში დამიწერეთ, ვინც ისე მომილოცეთ, ყველას მადლობა. ვიდეოს სახით მომილოცა გიორგის ვლოგმა, დედაშვილი რომ არიან, სოფელ გამარჯვებიდან. და მე სამწუხაროდ ეს დღეები ვერ ვიცლი ვერანაირად რომ ვუყურო არა მარტო მართ ვლოგებს და გუშინ არა დილას შევედი რაღაცნაირად ცუდად რომ ვიყავი, ხომ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი და დღეს
ესეთი დღე მქონდა, რომ არაფრის კეთების თავი არ მქონდა ნამდვილად, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მარტო ვიჯექი და ესე ვიყავი. და მაგას ეს იმიტომ მოვაყოლე, რომ ვნახე მათი ვიდეო, სრულიად შემთხვევით. ისე ვყურებ ხოლმე გიორგის ვლოგს ძალიან ხშირად ვყურებდი და ძალიან ხშირად ვყურებ. და ისე მოხდა, რომ რამდენიმე კვირა ვერ ვუყურე ვერავის ბლოგებს. და მოკლედ იქ ყვებიან რა უბრალოდ უფრო სწორად მომილოცეს ტელეფონის შეძენა და ჩემკარგებო ვიცი რომ ჩემს ბლოგებს უყურებთ და კომენტარით გიწერეთ, მაგრამ მაგაც გეტყვით, რომ მადლობა მოლოცვისთვის, ძალიან კარგები ხართ, ჩემები ხართ, მიყვარხართ და მიხარი ხართ. უღრმესი მადლობა თქვენ ვერადეიდას და გიორგის ბლოგს. ვინც კომენტარებში დამიწერეთ, ყველას უღრმესი მადლობა ასევე. გაიხარეთ კეთილოსურვულებისთვის. თქვენთვისაც ყველაფერი კარგი და ლამაზი მომელოცოს და გქონებოდეთ ცხოვრებაში. ახლა ამ წეღანი მასყვებოდი რო გუშინდელ ვლოგზე. სადაც ტელეფონი ვიყიდეთ და გაჩვენეთ, გაგიზიარეთ თუ რა ტელეფონი იყო. მან დამეწერა ერთმა კომენტარი მაგ ვლოგში. სადაც ტელეფონი მაქვს ნახსენები, ვისაუბრე ორი სიტყვა. ორი სიტყვა თქვი, ოღონდ ვინც უყურეთ გეცოდინებათ რა თქვი საერთოდ. და მე მაგ ვლოგში საერთოდ არ მიხსენებია სიტყვა დონაცია. არ ვახსენებ მე საერთოდ მაგ სიტყვაზე. არსად არ მიხსენებია ეგ სიტყვა. და ჩემს ვლოგში. ვერ გაიგებთ იმას, რომ მე ვიღაც გავლანძღო. ეგ არ არსებობს არც ერთი ვლოგერი. და დამეწერა კომენტარი ერთმა ადამიანმა, არ ვიცი ბიჭი იყო თუ გოგო, იქ ახსენა ერთი ვლოგერი იგულისხმდა და ზუსტად მივხვდი მე ვიზეც გულისხმობდა და ახსენა დონაცია, მე ვსაუბრობდი, მე საერთოდ სხვა რაღაცას ვსაუბრობდი ჩემს ვლოგში, არავინ არ მეხსენებია საერთოდ მით უმეტეს, რა სისულელია და არც ვახსენებ ჩემ არხზე, არავის, არც ერთს. მე უბრალოდ ის ვთქვი, რომ დახმარებაზე ვთქვი, რომ TikTok-ზე ვნახე რაღაც ვიდეოები, რომ ისეთებს ეხმარებოდნენ, რომ ვისაც ნამდვილად არ სჭირდებოდა დახმარება და არა ის, რომ დონაციაზე მე მაგ ჩემ ვლოგში არ ვისაუბრია. ჯერ ერთი. ხო და იმან ახსენა ერთი ვლოგერი, მე რა თქმა უნდა შეგნებულად არ ვიტყვი და ეგ კომენტარი წავშალე საერთოდ. ახლა გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ჩემს არხზე არ ვიცი სავარაუდოდ ჩემი გამომწერია, ეგ ადამიანი. ცუდად არ მოგმართავ, ჩემო კარგო, უბრალოდ გთხოვნა მექნება. ეგრევე წავშალე იმის კომენტარი, იმიტომ რომ არ მინდა ჩემ არხზე მსგავსი კომენტარები, არ მინდა ჩემ არხზე სხვა ბლოგერები ახსენოთ საერთოდ. ყველას აქვს თავის ცხოვრება, ყველას თავის ცხოვრებით გაუმარჯოს. ვისაც როგორ ეცხოვრება, ისე იცხოვრებს. ყველას დაანებეთ თავი. ეგ არ არის თქვენი გასარჩევი, ვინ რას როგორ რანაირად მოითხოვს. და ჩემ აზრსაც ვერ მოისმენთ მაგაზე. მე უბრალოდ გეტყვით დონაციის შესახებ, გეტყვით ესეთ რაღაცას. ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვრებს. ვისაც რასაც უნდა, იმას ითხოვს. ეგ არ არის თქვენი საქმე. ვიღაცების. და თუ მოდიხარ ჩემს არხზე და სხვას განიკითხავ, მისამართი შეგეშალა. შეგიძლიათ ჩემი არხიდანაც მიბრძანდე, ისე როგორც მობრძანდი. არ მოგცემთ არავის უფლებას, რომ სხვა ბლოგერები მოიხსენიოთ ჩემ არხზე, მით უმეტეს ცუდად.
რა დაგიშავოთ საერთოდ? ადამიანმა რა დაგიშავოთ? ვერ გავაკი, ის ადამიანი ჩვეულებრივად მუშაობს და ისე იღებს თანხას. ეგ არ არის თქვენი საქმე და შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ. დაანებეთ თავი ბლოგერებს. ეგ არის ჩემი გადასაწყვეტი. სიტყვაზე მე თუ მინდა მოვითხოვ, მე თუ მინდა არ მოვითხოვ. უბრალოდ გთხოვთ, მაგრამ არ ვითხოვ. ეს არის ჩემი სურვილი. ხო? არავინ აღარ ახსენოთ ჩემს არხზე. ჯერ გთხოვთ და მე რა უკვე სხვანაირად ვიცი საუბარი. აქ დავამთავრე ეს თემა და იმედი მაქვს, რომ აღარ შევახები. ჩემს აზრს დონაციის შესახებ ვერ მოისმენთ ვერაფერს. თუ ეგ გაინტერესებდათ, თქვენ ალბათ გეგონათ, რომ მეც აყვებოდით კომენტარებში, მაგრამ მესამართი შეგეშალოთ. მორას უკაცრავად. მე ვარ ადამიანი და ვიქნები ადამიანი ყოველთვის. სადამდეც მე ვიცხოვრებ, რომელიც ადამიანს არ შეეხება არანაირად. ადამიანს არ გალანწყავს არაფრის გამო. მეც ბევრი ვინმე არ მომწონს სიტყვაზე, მაგრამ ჩემ თავს არ ვაკადრებ მაგას, რომ გამოვიდე და გავლანცო. თუნდაც იმის გამო, რომ ყურებადობა კონდეს ჩემს არხს. ყურებადობა ისედაც არ აკლია ჩემ არხს, მიუხედავად იმისა, რომ 1000 გამომწერი ჯერ არ მყავს. არ ვუჩიო. მე არ ვარ ადამიანი, არ შეგეშალოთ არავისი, ვინც სხვისი ლანძღვით დაიწერს ქულებს. მე არავის ცხოვრებაში არ ვერევი და არავის პირადში არ ვერევი. არ მაინტერესებს არავის ცხოვრება, მე მაინტერესებს მხოლოდ ჩემი ცხოვრება. გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ, ყველას რა თქმა უნდა არ მოგიხსენიებთ. ზოგ-ზოგიერთებმა, აი ისეთებს გეუბნებით, ვის ცხოვრების ყურებითაც წერთ რაღაც ცუდ კომენტარებს. თუ არ მოგწონს საერთოდ ვერ ხვდები რატო უყურებ. გაძალებთ ვინმე? ეხლა შემოკარგება დაგემშვიდობებით. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა. რა თქმა უნდა, ესეთ კომენტარს იმედი მაქვს, რომ აღარასდროს აღარ ვნახავთ ჩემს არხზე, რომ ვიღაცას ლანძღავდეთ. და ვინც იგულისხმე ძალიან კარგად ვიცი ის ადამიანი, მე ეგ ადამიანი პირიქით. ბევრ რამეში დამეხმარა. გაგცემ პასუხს. ეგ ადამიანი ბევრ რამეში დამეხმარა. და რომც არ დამხმარებოდა, მე ეგ ადამიანი ისეთი მიყვარს, როგორიც არის. ყველა უნდა გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის. ხალხო. ნუ განიკითხავ საერთოდ. იმცა მაგის უფლება, რომ განიკითხო შენ ვიღაცის ცხოვრება. ეგ არის, უბრალოდ მე მაგ კომენტარში დავინახე ბოღმა და შური. დავინახე ის, რომ გინდა მისნაირი იყო და ვერ დაარხარ. აი ეგ დავინახე. არ მკითხე მოამბები ნახართ რა. ყველა მიხედეთ თქვენს ცხოვრებას და თქვენს ჩასვლას. უკავდებით, რამდენი დრო გაქვთ ღმერთო ჩემ. ამდენი დრო როგორ გაქვთ, რომ აი ესე ვიღაცების სალანძღავად იცლით. მეტა მე მქონდეს მაგდენი დრო საერთოდ. რომ ბევრი რამე მომესწრო, რა თქმა უნდა, კარგი. ცხოვრებაში ვერავინ ვერ იტყვის ჩემზე, რომ მე ვიღაც გავლანცხე, მით უმეტეს საჯაროდ. ვერავინ ვერ იტყვის. იმიტომ რომ არასდროს არ ვაწევ ჩემ თავს მაგის უფლებას. ეხლა დაგემშვიდობებით. ეს აუცილებლად უნდა მეთქვი და პასუხი გაგიცი და ეხლა დაგბლოკავ საერთოდ. დაგემშვიდობებით ხვალამდე ძვირფასებო. ყველას ტკბილი ღამე, ბედნიერი ღამე და პოზიტიურ დილას გისურვებთ. მადლობა ყველას, მიყვარხარ და მადლობა მოლოცვისთვის.